სალამი. ეს არის ფინჯისათვის გაკეთებული ტუტორიალი საახალწლო ქაღალდის ფიფქების შესახებ. იმისათვის რომ გავამაზოთ ოთახი, ნაძვისხი ან თქვენი სახლის ფანჯრები, დაგჭირდებათ თაბახის ფურცლები, A4 ზომის, მაკრატელი და მარკერი. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? ვიღებთ თაბახის ფურცელს და ვკეცავთ ისე, რომ გამოგვივიდეს დიდი სამკუთხედი და თაბახზე კიდევ დარჩენს ზედმეტი ადგილი ესეც, რომელიც უნდა მოვჭრათ. ამ ზედმეტ ესეთ მართკუთხედ ნაწილს ვჭრით, არაფერში არ ჭირდება. და ვიღებთ სამკუთხედს, რომელიც არის გამოიყურება, საკმაოდ დიდი სამკუთხედია. ვკეცავთ ამ სამკუთხედს კიდევ ერთხელ, რომ დაპატარავდეს. შემდეგ რას ვაკეთებთ? სამკუთხედის ორ გვერდს, ამას და ამას, ვკეცავთ ისე, რომ გამოვიდეს პატარა ყუდები ზედა მხარეს. ეცადეთ, რომ ამ გადაკეთვისას თქვენი სამკუთხედის კიდეები ერთმანეთს კარგად დაემთხვეს. თორე შეიძლება დაგეშალოთ ფიფქი გამოჭრისას. აი ასე, ანუ აი ეს გვერდები, ეს მხარეები სასურველია, რომ ერთმანეთს კარგად დაემთხვეს. შემდეგ ამორცალ კუდს ვაჭრით, ასევე არაფერში არ არის საჭირო. ვიღებთ სამკუთხედს, რომელიც ასე გამოიყურება. რეალურად თუ გავშლით სამკუთხედს, ასეთი ფორმის ქაღალდი გამოვა. ამ სამკუთხედზე თქვენ მარკერის საშუალებით უნდა დაიტანოთ სხვადასხვანაირი ორნამენტები. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, ფანტაზიის მიხედვით. მე აქ ორი სხვადასხვა ორნამენტის ვარიანტი მაქვს თქვენთვის საჩვენებლად. მას შემდეგ, რაც უკვე ორნამენტს დაიტანთ თქვენს ფიფქს ერთ მხარეს, სასურველია იმ მხარეს, რომელზეც არ არის ნაკეცი, ანუ აქეთ არის ნაკეცი, აქეთ არ არის. უფრო გაგიადულდებათ გამოჭრა. შემდეგ უკვე იწყებთ თქვენი ორნამენტის შესაბამისად ფიფქის გამოჭრას. საკმაოდ რთულია და დაგჭირდებათ დიდი ზომის მაკრატელი, იმიტომ რომ ქაღალდი საკმაოდ სქელი გამოდის. და მას შემდეგ, რაც უკვე დაიწყებთ ფორმის მიხედვით გამოჭრას და დაასრულებთ, მიიღებთ ესეთი სახის დაახლოებით ამ ზომის ფიფქებს. ანუ იმის მიხედვით რა ორნამენტს დაახატავთ, სხვადასხვანაირი ფორმები ექნება ფიფქებს. ეს ფიფქები შეგიძლიათ გააკრათ ფანჯრებზე, როგორც უკვე ვთქვით, ოთახში კედლებზე, ნაძვისხეზე ჩამოკიდოთ. შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო პატარა ფიფქებიც, მორჩენილი ესეთი მართკუთხედიდან, რომელიც წეგან მოვჭერით. გააკეთოთ კიდევ ერთი პატარა სამკუთხედი და შესაბამისად ასეთ სამკუთხედიდან გამოჭრილი ფიფქი იქნება უფრო პატარა, უფრო რთული გამოსაჭრელი. მოკლედ, რა ვიცი, იმის მიხედვით რა გნებავთ რომ მიიღოთ, დაიტანეთ სხვადასხვა ორნამენტები, სხვადასხვა ფერის ქაღალდებზე. თუ ფერადი ქაღალდები იქნათ, უფრო საინტერესო ფიფქები გამოგივათ. ბედნიერშობა ახალ წელს გისურვებთ და წაიკითხეთ ფინჯი.